მოკლედ ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს გვაქვს კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, უმძიმესი ვითარება გვაქვს. კრიმინალი იზრდება, გახსნის მაჩვენებელი მცირდება. რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი არის რომ პოლიცია გადაიქცა პოლიტიკურ პარტიულ დანამატად. ის მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებზეა ორიენტირებული. მაგალითისთვის მას პატრულს სალია რომ 10 ეკიპაჟი გამოყოს იმისთვის, რომ ღამე ჩვენს ახალგაზრდებს დიოს პლაკატების გაკვრის დროს. და მივიდეს და კიდე დააშინოს უთხრას რომ დაგაკავებ, ძებნაში ხარ, ასე შემდეგ. მაგრამ მას არ აქვს დრო იმისთვის რომ ვიღაც რაღაც რომ კვლელობა ხდება თუ ძარცვა ხდება და ყაჩაღობა ხდება, იქ მივიდეს და სწრაფი რეაგირება მოახდინოს. ან კიდევ უფრო ასე ვთქვათ მნიშვნელოვანია პრევენცია მოახდინოს ასეთ ტიპის დანაშაულების. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ რომ ჩვენ აუცილებლად უნდა კონცენტრაცია გავაკეთოთ იმაზე, რომ მაქსიმალურად მოხსნათ პოლიტიკური წნეხი და უზრუნველყოთ მატერიალურად პოლიციელი. კიდე ერთხელ ვამბობ, წარმოიდგინეთ რამხელა უსამართლობაა, რომ $480-დან $370-მდე არის ფაქტობრივად შემცირებული პოლიციელის ხელფასი დღეს. ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. ანუ როგორც სხვათა შორის პენსიაზე ამბობენ რომ გავზარდეთო და რეალურად დოლარში პენსია შემცირდა, ისე არის პოლიციელის შემთხვევაში. თითქოს ლარში ხელფასი გაუზარდეს პოლიციელს, ლარში ხელფასი გაუზარდეს, რეალურად $484 იყო, $374 $100 არის შემცირებული. რატო ვითვლით დოლარში? იმიტომ რომ ჩვენ სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ცოტას თუ ვაწარმოებთ, ყველაფერი იმპორტირებულია და ფასი მიბმულია დოლარზე, ხო? პურიდან დაწყებული, შაქრით გაგრძელებული, წიწიბურათი და პირველად მოხმარების საგნებზე ვამბობ, ყველაფერი მიბმული არის დოლარზე. აი ეს არის თავარი პრობლემა და ჩვენ ამიტომ ვამბობთ. ორი კომპონენტი, ამერიკული მოდელის პოლიცია საქართველოში, ანუ პირდაპირ არჩეული საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელები რაიონებში და მეორე ცენტრალური საგამოძიებო ბიურო, როგორც FBI არის ამერიკის შეერთებულ შტატებში და მეორე კომპონენტი, ეს არის მატერიალურად უზრუნველყოფილი პოლიციელი. არ შეიძლება პოლიციელი ფიქრობდეს, როცა ის კრიმინალს ებრძვის, ფიქრობდეს, რომ ეხლა ჩემი ტაქსაობის დრო მიდის და უნდა გადავჯდე ეხლა ტაქსე რომ ვითაქსო. ეს არ მოუდგენელია ხალხო, უბრალოდ, ხო? იმიტომ რომ პოლიციელის მუშაობა არის ძალიან მძიმე სამუშაო. კრიმინალთან ბრძოლა ეს არის ურთულესი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს უსაფრთხოებას. ამიტომ უნდა ჩამოვაშოროთ ყოველგვარი პოლიტიკური გავლენა და ამას ამერიკული მოდელის საპოლიციო სისტემა ჩვენ მოგცემს ამის გარანტიას და მეორე მატერიალური უზრუნველყოფა. 500 ლარით ხელფასის მატება 2020 წელს და გაგრძელდება აუცილებლად კიდევ უფრო ხელფასის მატება. ეს არის ის, რაც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი და რა თქმა უნდა ის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც თეონამ თქვა, სწავლა-განათლებიდან დაწყებული, სტატისტიკის უზრუნველყოფით, ტექნოლოგიები, აი როგორ ებძვი დანაშაულს თუ შენ ტექნოლოგიები არა გაქვს, ხო? თუ ლაბორატორიები არა გაქვს, რომ შესაბამისი დაქტილოსკოპიური თუ ნებისმიერი სხვა ტიპის კვლევა გააკეთო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. თავარი საკითხი, ამოცანა ჩვენთვის არის, რომ საქართველოს მოქალაქემ ისე უსაფრთხოდ იგრძნოს საკუთარი თავი და იცოდეს, რომ კრიმინალი არ არის, კრიმინალი თავისუფალი ვერ იქნება და მას ეშინია პოლიციის, ხო, ის ვერ ასე ვთქვათ გაბატონდება ზოგადად ქვეყანაში. დღეს კი სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ პირიქით ქართული ოცნება ეგრეთ არ ამშრომლობს კიდეს კრიმინალთან, ქურდულ სამყაროსთან და ძალიან ბევრ სხვა ასე ვთქვათ დაჯგუფებებთან. აქვე მე მინდა ძალიან მოკლედ თქვა, რომ სტრატეგია აღმაშენებლის გუნდს აქვს გეგმა ქვეყნის განვითარების. სიმბოლურია, რომ ამ პრეზენტაციას ვაკეთებთ ისანში, იმიტომ რომ ისანს აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ამ არჩევნებზე. ისანმა არა მარტო მაჟორიტარი დეპუტატი, არამედ პრემიერ-მინისტრი უნდა ერჩიოს. და ეს უნდა უთხრათ აბსოლუტურად ყველას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ მინდა ჩვენი ისნელების მხარდაჭერა. ძალიან წუხვარ და ღიად ვიტყვი ახლა, რადგან პირდაპირ ეთერში არა ვარ, ღიად ვიტყვი, რომ შეთანხმებები დაირღვა ჩვენთან მიმართებაში. ძალიან წუხვარ ამას და ეს მე ვფიქრობ, რომ სამარცხვინო უნდა იყოს იმ ჯგუფებისთვის, იმ პოლიტიკური პარტიისთვის, ვინც ეს გააკეთა, იმიტომ რომ ეს არის კონკრეტული ნათელი მაგალითი, ვის უნდა ენდო და ვის არ უნდა ენდო. მორჩა და დამთავრდა. თუ შენ შეთანხმებებს ოპოზიციაში არ ღვევ, ხელისუფლებაში რომ მოხვალ, მე რას იზავ, ხო? შეიძლება კიდევ უფრო მოატყუო ხალხი. ამიტომ ეს ძალიან ცუდია, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ ამ კინკლაობაში არ შევდივართ, ჩვენ ვართ საქმეზე ორიენტირებულები და საქმეზე კონცენტრირებულები. გთხოვთ ყველას, დღე და ღამე ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ქვეყანა დავაყენოთ ფეხზე. მე ერთი პირობას გაძლევთ. აღშენებლობის პროცესი ძალიან სწრაფად შევა თითოეულ ოჯახში, ვისაც დღეს თქვენ ეკონტაქტებით.
ისინი იგრძნობენ და თუ ვინმე იგრძნობს საქართველოს განვითარებას, პირველ რიგში ისრაელები იგრძნობენ, ამის პირობასაც გაძლევთ აბსოლუტურად ყველას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა და თუ არის შეკითხვები, სხვათა შორის შეკითხვები თუ არის, მზად ვართ რომ უპასუხოთ. მოსაზრებები, შეკითხვები. კი ბატონო. მიცი. აქ იყო ნათქვამი, რომ თვითონ პოლიციელი, რომელიც აგრეთვე სამოქალაქო მიდან მასიდან იქნება, ის იქნება არჩეული. აი რა ფორმით უნდა იყოს არჩეული, ანუ დაინიშნება თუ არა სპეციალურად ამისთვის არჩევნები კონკრეტულ ადგილას მუნიციპალიტეტში და ასე შემდეგ. აი დიახ, ანუ რაიონის საპატრულო პოლიციის უფროსს პირდაპირ და პარული კენჭის ყრით აირჩევს რაიონის მოსახლეობა. ანუ კიდე ერთი არჩევნები იქნება, სადაც ჩვენ ავირჩევთ ვინ არის ჩვენი რაიონის პოლიციის უფროსი. იმისათვის რომ ის ანგარიშვალდებული იყოს ხალხთან და მოხსნათ ეს წნეხი, რაც არის რომ პოლიტიკურ დავალებების შემსრულებელია ეს ადამიანი. მიმიხვდით? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა და გვინდა რომ ხალხმას აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა, ვის ანდობს თავის უსაფრთხოებას, ხო? ვის ანდობს საკუთარ უსაფრთხოებას, ხალხმა უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა რა. ამიტომ ერთ-ერთი გზა ეს არის, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში პოლიციის უფროსები ინიშნებიან და იცვლებიან იმის მიხედვით, რა პოლიტიკური გემოვნება აქვს შინაგან საქმეთა მინისტრს. ხო? ეს ძალიან ცუდია. ეს არის საბჭოთა მოდელი. სწორედ, ეგრეთ წოდებული MVD. ამერიკული მოდელი არის, რომ პატრული არის დეცენტრალიზებული და პატრულის უფროსს ირჩევს ხალხი, სიტყვას თქვა ჩვენ შემთხვევაში, ხოლო მეორე მხრივ არსებობს ორგანიზებულ დანაშაულთა ბრძოლა, ეს არის გამოძიების ფედერალური ბიურო, ხო? და აი საგამოძიებო ბიურო გვინდა შექმნათ, რომელიც ორგანიზებულ დანაშაულს ებრძვის. კი ბატონო. ხო არ გინდა რამე თქოს. კარგით, მაშინ ძალიან დიდი მადლობა შეხვედრისთვის და წარმატებებს გისურვებთ ყველას. დიდი მადლობა.